განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სუსის ყოფილ უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია პროკურატურაში გამართული ბრიფინგით გახდა ცნობილი. კობა ხუნდაძე იმავე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დააკავეს, რომლის საფუძველზეც რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძე რომანოვისა და კიდევ 5 პირის საცხოვრებლები გაჩხრიგეს. პროკურატურის ინფორმაციით ხუნდაძის სახლიდან $1,19,300 ამერიკული დოლარი ამოიღეს. ბოლო დღეების განმავლობაში დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, რა დროსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის, კობა ხუნდაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში $1,319,300 ამერიკული დოლარი. ხოლო ყოფილ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა $2,904,900 ამერიკული დოლარი. აღნიშნულ საქმეზე ჩვენს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოცემული სისხლის სამართლის საქმეში გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი აქტივების კანონიერი სახის მისაცემად რამდენიმე ეტაპიანი დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით თბილისში მიწის ნაკვეთები შეიძინა და ქონების ინვესტირება პირადი კომპანიის და მისი მონაწილეობით დაფუძნებული ამხანაგობების საწესდებო კაპიტალში მოახდინა. აღნიშნული ქმედებები დაუსაბუთებელი ქონება ჩაერთო ლეგალურ ეკონომიკურ საქმიანობაში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მრავალჯერადი ტრანზაქციებით განხორციელდა დაუსაბუთებელი აქტივების ნამდვილი ბუნების წარმოშობის წყაროს და მასზე საკუთრების უფლების დამალვა და შენიღბვა. შედეგად თითქოს და კანონიერი შემოსავლის წარმოებული საქმიანობის ფარგლებში მიღებული 30 ერთეული უძრავი ქონება აღირიცხა ბრალდებულის და მისი საწარმოს საკუთრებად, ხოლო 51 ერთეული უძრავი ქონება შეტანილი იქნა ბრალდებულის მიერ დაფუძნებული სამშენებლო კომპანიის საწესდებო კაპიტალში. აღნიშნული ქმედებებით 2017-2025 წლებში ბრალდებულმა კობა ხუნდაძემ მოახდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. პროკურორ ჯარჯი ციკლაურის თქმით, პროკურატურა და სუსი საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით გამოძიებას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ოცნების ორგზის პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძე რომანოვის, ასევე მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა. მამუკა მდინარაძის უწყების ინფორმაციით შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული საერთო ჯამში $7,02,200 ამერიკული დოლარისა და 126 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათასფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრომოწყობილობა.